ნაციონალური მოძრაობა თეა წულუკიანს იუსტიციის სახლის სარემონტო სამუშაოების დროულად დაწყებას თხოვს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ამ პროცესს ხელოვნურად პირადი ინტერესების გამო აჭიანურებს. 3 დეკემბრის შემდეგ თითქმის 2 თვეა თბილისის იუსტიციის სახლი არის დაკეტილი და ცალსახად და დღეს უკვე ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირადად თეა წულუკიანის შეგვიძლია ვთქვათ შურისძიება იუსტიციის სახლის პროექტის მიმართ, რომ ის ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს. მე მოუწოდებ თეა წულუკიანს დაანებოს შურისძიებას თავი და დაიწყოს დროულად ამ შენობის გაკეთება და რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ის მცირე ხარვეზი, რომელიც არის დღეს ამ შენობაში და მოქალაქეებს მისცეს ნორმალური მომსახურება. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იუსტიციის სახლი მუშაობას მისი დასრულებისთანავე განაახლებს. მანამდე კი მოქალაქეები მომსახურებას კვლავ სერვის ცენტრებში მიიღებენ. რეალურად თბილისის იუსტიციის სახლის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების გამო კვლავ პარალიზებულია. იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მომსახურება 3 დეკემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ძლიერმა ქარმა მისი სახურავის ერთი ნაწილი დააზიანა.